მოგესალმებით მეგობრებო, როგორც უკვე იცით, დაიწყო დრაგის სეზონი და ჩვენს დავბრუნდით დრაგისთვის მოსამზადებელი ვიდეოებით. ეს ვიდეოები წესით უკვე გავლილი გვაქვს და აღარ უნდა გაგვაგზელებინა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, დრაგის წესები შეგვეცვალა და ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. ეხლა რა ხდება? 10 წამიანი კლასი, რომელიც ჩამოყალიბდა და არის ყველა ერთად. უკანა, წინა, ჯიპი, კვადრო და ასე შემდეგ. ამას დეტალურად ცოტა მოგვიანებთ უკვე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან განვავრცობ რა დადებითი და რა უარყოფითი მოიტანა ამ ყველაფერმა. ეხლა კი გეტყვით რომ დავიწყეთ X-ის აწყობა. X-ით ვიარეთ 10:05-ში, მაგრამ 10-დან 11 წამამდე კლასში 10:05 ძალიან შუალედურია და არ გვაწყობდა, გვინდა 10-ის დაბალში გავლა და დავიწყეთ X-ის მომზადება. პირველი ეტაპი და ყველაზე მთავარი გავიარეთ უკვე, მოვამატეთ ცხენის ძალები, 680 ცხენი ჰქონდა საბურავზე, ანუ 800 ცხენი ძრავზე და ეხლა გვაქვს 706 ცხენი საბურავზე, ანუ 27 ცხენი მოვამატეთ საბურავზე. ზუსტად შეიძლება ერთ-ორ ცხენში შევცდე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა დიდი. ეხლა მაქვს 706 თუ 709 ცხენის ძალა საბურავზე, ასევე პირველ და მეორე სიჩქარეში რაც შეზღუდვები გქონდა, ეგენიც დავამატეთ და მოხსენით ეს შეზღუდვები, იმიტომ რომ ცვლით საბურავს და გადავდივართ უკვე ნახევრად სლიკ საბურავზე X3-ით და ვფიქრობ რომ 0-100 გვექნება გაცილებით უკეთესი და 402 მეტრი 0-100-ის გარეშე არაფერი არ არის. ყველამ კარგად იცით და ვინც დრაგის სერიებს უყურებთ, გეცოდინებათ რომ სუპრას 0-100 არ აქვს და ისე ვერ დადის როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოვედი გეზმოტორში და ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, ნაცადი და გამოცდილი კუნგფუს საბურავები უნდა დავაყენო. ეს არის სპორტული ხასიათის საბურავი PS71, რომელიც გვედგა სუპრაზე და ასევე M4-ზე გვეყენა და გამოცადეთ და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ისე დააკმაყოფილებს და ისე გავმკლავდება, როგორც მე მინდა. ხვალ უკვე რეალურ პირობებშიც გამოვსდით ამ ყველაფერს და ვნახავთ რუსთავის საშინელ საფარზე რა სიზავს და როგორ იზავს. ბიჭები მე მგონი აყენებენ უკვე საბურავებს, გადავიდეთ შიგნით და თან შევხედოთ და თან გავიაროთ 1-2 სიტყვით კიდე რაღაცეები. მოკლედ ეს არის ჩვენი საბურავები, კუნგფუები, PS71-ები, რომელსაც რასაც უყურებთ, სპორტული პროტექტორი აქვს და ზედვე ახატია, რომ სპორტული ხასიათის საბურავია და უბრალო MS-ები აღარ გვეყენება. 20-იანია, უშუალოდ SUV-ის დაშვება აქ და ვნახოთ უკვე რეალურ პირობებში რა სიზავს. ხვალ რუსთავის ცუდ საფარზე გავტესტავთ და დანარჩენს ერთად ვნახავთ. ხო, ვინც არ იცით, ამ საბურავებს ეს წარწერებით ყვილად არ აქვს, ყველა საწერია ზომა, ყველა მიხვდებით 106Y, 106 ნიშნავს ანუ დაშვებულია 300 კმ/სთ სიჩქარეზე და Y ნიშნავს ultra high performance, ასევე ყველა საბურავს აწერია გამოშვების წელი და სადღაც აქ უნდა ეწეროს გამოშვების წელი. აი აქ 2024 წლის მერვე კვირა, ანუ არის ახალი 2 წლის არ გამხდარა ჯერ რა. 5 წლამდე ითვლება საბურავი ახლად, 5-დან 10 წლამდე არის ისეთ საბურავი და 10 წელზე დიდი საბურავის დაყენება საერთოდ არ შეიძლება. ანუ არც პრაქტიკაში და უკვე საქართველოს კანონმდებლობაშიც არის, რომ ეგ დათვალიერებას ვეღარ გადიხარ თუ საბურავი 10 წელზე მეტია. ამიტომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ წარწერებს. მოკლედ ავაწყეთ ვიზუალურად ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ის ცოტა ატე სტილში გადიოდა რაც მეყენა და ეს უკვე უფრო სპორტული ვიდი აქვს.
ახლა კი წავალთ, გავტესტავთ. ხო, თან მაროსთან მივდივართ. ჩელენჯი გვაქვს და იმედია მოვიგებთ, იმიტომ რომ ჩელენჯებში მოგება მიყვარს ძალიან იმათ ვდგები ხოლმე რა, სერიოზულად ვდგები ხოლმე და სულ მუღამი მაქვს რომ მოვიგო. წავედით და რუსთავში ვარ. ხო. რა მე რა ვნახე მინიმუმ 8 ვნახე იქნებ. რომელი 8? თემქას არც ერთი მანქანა აღარ გამოდის? ნუ თუ არ გამოდის ახლა არ გამოდის და საქართველოში აღარ არის არც ერთი. კიდე ვინ? ორი სომეხია, მაგრამ ის ტრიცეჩესტი ერთხელ ჩამოვიდა და აღარ ჩამოვა. ვიცი სწავლა, კარგი დაძვრის სტაბილური. იგი ვერ დაძრავ. სწავლა არა. ერთი მანქანის გამო კლასი შეგვიძლია. ერთი მანქანის გამო არა, ბიჭო, უკანების გამო კვადროსთან. კაი, გეტყვი. კაროჩე 10-დან 11:09-მდე 12-მდე უკანა კლას გავუშვებდი ცალკე. მოკლედ ჩამოვედით მზიან და ქარიან რუსთავში. ვართ მაროსთან სტუმრად, რაღაც ჩელენჯი მოგვიწყო იუთუბერები დაგვიბარა, ხერო, პაპელა, მათე, ყველანი აქ არიან და არ ჭურჭელი არ უნდა დავამტვრიოთ, ესეთი ჩელენჯი გვაქვს. და ვნახოთ რა გამოვა. ნუ იქსი რო ყველაზე ჩქარია, იმედია ეჭვი არავის არ ეპარება. მაგრამ ვნახოთ რამდენად ხარტი იქნება და როგორ გამიმართლებს თან, როგორც ვიცი სხვადასხვა რაღაცებია დასამტვრევი და ჯერ არ ვიცით თან რეებია, მაგრამ სიურპრიზს გვიმზადებს სრულად. თან ამავდროულად ბარემ ტრეკზე ვიქნებით, X-ზე გავტესტავ 0-100, 100-200 გავსპირტე უკვე საბურავები დავუშვი, ბაებოი ხოძე მოვიყვანე. ხო, გიგისაც შევხვდი და ველაპარაკე და ანუ სუპრით რა უნდა ვქნა, არ ვიცი. ალბათ ეხლა რო ვივლი, მე ცოტა დავფიქრდები რა და როგორ გავაკეთო და რავი, არ ვიცი. ანუ სუპრით გამოსვლას აზრი არ აქვს რა. და რა უნდა გავაკეთო და როგორ გავაკეთო, მოვიფიქრებ რა. იმიტომ რომ X3 და სუპრას ერთი და იგივე კლასში უწევს სიარული. X3 სტაბილურია, სუპრა არ არის სტაბილური და მე დეტალურად აგიხსნით ვიდეოს ბოლოში ყველაფერს. თან ალექსა გადამიღებს მაროსთან რა მოხდება, როგორ მოხდება, მთლად ყველაფერს არა. მაგრამ რაღაცებს გადავიღეთ ჩუმად. რა ვნახოთ რა იქნება, სილვია F80 M3 და კორვეტი C7 არიან ჩვენი კონკურენტები და ნახოთ, C7 კორვეტიდან დრაგის ჩემპიონიც არის ატმო კლასში, თუ მეორეზე გავიდა, არ ვიცი. ბიჭო, პედესტალზე იდგა მათე, როგორც მახსოვს, რომელიღაცა ატმო კლასში დრაგზე რა, კარგათი არა. ოღონდ ამ კორვეტითი არა თუ მეორეთი აღარ მახსოვს. ხო და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ას პრიზებიაო თან, უნდა უეჭველი უნდა მოვიგო რა. ხო რა, ეს რაღაცებში ძალიან აზარტული ვარ. ნახოთ რა იქნება. აუ, მაგრა უბერავ, სამუშაოს ხდეთ რა. ხო? ხერო. რას აპირებთ? დღეს, ანუ რას ვაკეთებთ? იცი? რა ვიცი, არა, მაროსთან გადაცემაში. თორე 1-4 კაცი რო ვართ და რაღაცა არაყივი თუ მანქანაში. ეგ ვიცი და დღეს ჭურჭელი არ უნდა დავამტვრიოთ. როგორ დამადეგი, იცი? აბა რას დღეს რას ვაპირებთ? აბა ჯიგარო. თუ გინდა დავლიოთ. ბიჭო, არც ეგ არის პრობლემა. იქცევა დავლი. გინდა? შამპანური გვაქვს? რომელიმეს შევხვდეს ჭიქები. ანუ მე არ ვიცი თან რა და როგორ არის. კვერცხი ქონდათ მოდანი. კვერცხი დავინახე მეც. რაღაცებნა გამოვაწყოთ ხოლმე. ცილები მჭირდება. მე ცილები მჭირდება, უმად შევჭა. რა, შენ ხო ვარ ჯიშვი, შენ ცილები ჩავარტყი. უნდა გამოვაწყოთ. მე შამპანი ვარ. აა. არ ცუ დიდი. ნახო. გინდა ვისაც რა შეხვდება ის დალიოს. არ ვიცი რეებია. მე ისიც არ ვიცი რეებია, კვერცხი არის და შამპანური არის, ანუ კიდე. შენ რა შეხვდეს ეგრე გაიცინე? არა, თქო.
ერთი ცუდი ამბავი მაქვს და ერთი კარგი ამბავი მაქვს. ცუდი ამბავი ის არის, რომ გარეთ არ დაგვინასტროიკებია ეს მანქანა დინოზე დავანასტროიკეთ და გარეთ კორექცია არ გავიკეთებია და ადაპტერი დამჭა სახში რომ აქვე ჩაგვესწორებინა. ეგ ცუდი ამბავი, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ 0-60 დავდიოდი 10-70-ში. და ეხა 60-ის მერე მომცა ცხელი მომდის ქარირუა. ტირი ვარ, რომ ვერ მოვიგებ. და ეხლა 0-60 ვიარე 10-59-ში, ანუ 0-2 დაიკლო რა. ამის სკრინებს ჩაგიგდებ და ამ ვიდეოს რო უყურებ, გამახსენე რომ ჩაგიგდო ამის სკრინები და ამოვანათოთ. ბენზინი დავამატეთ მერე და მაინც ვერ გაიტანა რა. და ესეა, ამაღამ გავალ ბანზე და დავაკორექტირებ და შეიძლება ბანზეც გადავიღოთ ვიდეო. შეიძლება, როგორ ხასიათზე ვიქნებით, ადაპტერს წამოვიღებ, თელავიდან გამოვაგზავნებ ახლა ბიჭებს. ეგრეა რა. წავედით ახლა. რა უნდა მოსულიყო აქამდე. მოგორავს. წავედით რუსთავიდან. თელავიდან გამომიგზავნეს ადაპტერი. სუპრაში მქონდა დარჩენილი. და თან ეკუტექს ისეთი ადაპტერი აქვს, რომ შენი თუ არ არის, ანუ MHD-ს აქვს უნივერსალი არ არის, კონკრეტულად იმ მანქანაზე ებმება და ორ მანქანაზე მაქვს მიბნული და მედო სუპრაში. ტაქს გამოვატანეს, ეხა რუსთავის ხიდებთან ველოდები ტაქს და უნდა წავიდე და გადავაწერო ნასტროიკა და გავლოგო რა ურევს. ვითარება ესეთია. ტორტი ჩამოვაგდე. მაგრამ სუფთაზე დაეცა, ვაზარი არ იყო ვაზარი, აი ვარიანტი იყო. ბაქში ნასუსი დამებრიდა, ვერ გავზომე დროები და ძალიან გული დამწყდა. ეს ვიდეო ალბათ აქ მორჩება, იმიტომ რომ ამაღამ ვერ ვიგაზავებ. 30 PSI-დან 25 PSI-ზე ჩამოვედი და ამაზეც როგორ ვადგავდი, იცი, აი 5000-ზე უსვლიდი ახლა. რაც თავარია პირველი გავლით ნახეთ რომ მანქანა ჭიდებს და კაია, იმიტომ რომ უკვე ადრე თუ ვარაუდობდი რომ ადრე თუ უბრალოდ მინდოდა რომ 2-8-ში გავივლიდი, ახლა უეჭველი ვიცი რომ გაივლის 2-8-ში 0-ას. всё, გადავალთ ახლა ლილოში გავაჩერებ. მე წავალ თელავში. მოკლედ, ესე ჩაიარა მარუს ჩელენჯმა, კაი იყო, გასართობი იყო. სრული ვიდეო სანახავად გადავდით მარუსთან და მარუსთან უყურეთ. ჩვენ წამოვედით, შევცვალეთ, კი არა, ჯერ მოხსენით ნასუსი, ჯერ არ დაგვიყენებია. ველოდებით ახლა უნდა გამოგვიგზავნოთ ნასუსი და დავაყენოთ. ხო, ახლა კი როგორც შევთანხმდით, რა, როგორც გითხარით. რუსთავში ქარი იყო და ვეღარ ჩავწერეთ და სიმშვიდეში გვირჩევნია ჩაწერა დრაგის ახალ წესებზე. მოკლედ შეიცვალა დრაგის წესები. გამოვიდის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა უკანა წამყვანი ხარ, წინა წამყვანი, კვადრო, ელექტრო, ჯიპი, ანუ ყველა არის ერთად და დაიყო დროების მიხედვით რა. 10 წამიდან ქვემოთ, 10-დან 11 წამამდე, 11-დან 12 წამამდე და 12-დან 13 წამამდე. ну, როგორც ყველაფერს აქვს ამასაც თავისი პლუსები და მინუსები, მაგრამ ჩვენთვის მინუსი უფრო ბევრია, იმიტომ რომ სამი მანქანა ყავს და სამივე იდეაში სხვადასხვა კლასია და სამივეთი ერთ კლასში მოვხვდით. სუპრით 10-2-10-7-ში დადის, ნავით 11-ში დადის და არასტაბილურია მაგ საფარზე სუპრა. X3 10-5-ში დადიოდა და უეჭველი ვიცით რომ 10-3 და 10-2-ში გაივლის. ეხლა მაროსთანაც გავიარეთ
მაგით უკვე მივხვდით, იმიტომ რომ პირდაპირ მათემატიკით რო დავიანგარიშოთ 2 და 79 გვაქვს მინიმუმ 0-100 და 100-200-იც გამოსწორდა და 60-100-იც გამოსწორდა და ძალიან მაგარ დროებს ველოდებით, მოკლედ ამაზე რომ ბევრი აღარ გავაგზავნო, უშუალოდ კიდე ტესტს გადავიღებ. M4-ს რაც შეეხება ძალიან სუბუქი stage 2-თაც ვივლით 10, 5, 10, 4-ში და უფრო ნაკლებშიც, მაგრამ M4-ს აღარ გამოვიყვანს სულ. და არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ესეთი რამის ეწერა რომ 10-დან 11 წამამდე თუ შეგროვდება რაღაც მანქანების ბევრი რაოდენობა, უკანა კლასს გამოვყოფთო და შევედი და დავთვალე მანქანები, 12 მანქანაა სულ საქართველოში, რომელიც 10-დან 11 წამამდე დადის და უკანა წამყვანია. 12 მანქანას აქვს სულ რაც დრაგი დაიწყო გავლილი მაგ დროში. ამ 12 მანქანიდან სულ ცოტა კი არა, 7 მანქანა აღარ არის საქართველოში. ის 2 მანქანაც აი ისეთი მანქანაა, რომ სულ ერთხელ გამოვიდა, Ferrari-ა და მეორე Porsche-ია, რომ ან Ferrari სულ ერთხელ იყო გამოსული და ის აღარ გამოვა, მე მგონი შეიძლება აღარც არის საქართველოში. Porsche-ც ძალიან იშვიათად გამოდის ხოლმე. და დავრჩით, ვინც აქტიურად ვიცი, რომ დრაგი უნდა ვიაროთ. ჩემი მანქანა, რაკერასი ქვედა კლასში გადავიდა, Smart-ი დადის კიდე, ქუთაისელების მე-4 სერია დადის და სხვას არავის, მოხეს აქვს ერთხელ გავლილი კიდე. всё, ეგ 4 მანქანა, ბუბუს მანქანები დადიოდა, მაგრამ ბუბუს მანქანები აღარ არის უკანა წამყვანები. ვართ 4 მანქანა და всё, ნოდოს M2 კიდე, 5 მანქანა. ამ 5 მანქანიდან რომელი გამოვა, რომელი არ გამოვა. ფიზიკურად ვერ ვიკვრებით კლასი. McLaren-ით ნოდა რამ აღარ გამოვალ და M2 დარჩა და всё, მეტი კლასი არ არის. ხო, კვადროსთან სიარულს უკანა წამყვანით აზრი არ აქვს რა და ამიტომ დავიკიდე Supra-ის კიდე უფრო გაძლიერება და აწყობ. მე მაინც ვაწყობ, მაგრამ Supra თავის პოტენციალს დრაგზე ვერ გამოავლენს, იმიტომ რომ კვადროსთან სიარულს აზრი არ აქვს. და ძალიან მარტივად აგიხსნით, რატო არ აქვს უკანა წამყვანს 800, 900 და 1000 ცხენის ზალიანს კვადროსთან რო იჭიდაოს აზრი. Supra-ით კვალიფიკაცია ვიარეთ 11 წამში. ზუსტად დროები რო გითხრათ და მეც რო არ ამერიოს, კი ვიცი როგორც ამაქვს ნავალი, მაგრამ ზუსტად რო დროები გითხრათ. აი ძალიან დიდი სხვაობებია რა. არასტაბილურია, მანქანა არ არის არასტაბილური, 100-200 სულ თანაბარ დროში მაქვს ნავალი, 0-100-ზე მაქვს საუბარი და მაგ საფარზე მაქვს საუბარი. კვალიფიკაცია 11-1-ში ვიარე. მე დავიწყე სიარული, რითიც დავიკავე ცხრილში მე-3 ადგილი რა. ეს ბოლო დრაგზე მაქვს საუბარი, 96 ნომერი ვიყავი. შემდეგ ტოპ 16-ში ვიარე 11-0 და 10-8-ში, რაც უფრო საბურავი ხურდებოდა, დროები აკლდებოდა. მერე უკვე ტოპ 8-ში რო გადმოვედი, ტოპ 8-ში ვიარე 10-9-ში და მერე 10-7-ში. ნახევარფინალში გავიარე 10-2-ში და 10-7-ში. ანუ ნახე 11-1-დან 10-2-მდე რამხელა სხვაობა. აი ძალიან არ ვიცი, ალბათ 200-250 ცხენია სხვაობა, ეს მარტივად რო აგიხსნათ რა. მაგიტო ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს კვადროსთან სიარულს უკანას და მერე უკვე ფინალი როცა მომიწია რაკერასთან, დაახლოებით 2 საათი იყო შესვენება, ან 3. ამასობაში შებინდა საბურავიც ადგილზე რაც არ უნდა აცხელდა ბურნაუთი აკეთო, ისე არ ცხელდება რა. ესე მიყოლებულ გარბენებში საბურავი რო ტემპერატურას იჭერს, მასე ტემპერატურას ადგილზე ბურნაუთი და სრიალით ვერას დროს ვერ დაიჭერ. მერე უკვე ფინალი 3 საათის მერე გარე ტემპერატურამ დაიწია, ასფალტი გაციუდა და ყველაფერი ეს ერთად მოქმედებს მანქანას და ფინალი ვიარე 11-0 და 11-2-ში. ანუ რა ვიცი, ეხლა თქვენ თქვით რა კლასში უნდა გამოვიდეთ 11 წამიანში, 10 წამიანში. წამზე დიდი მაქვს სხვაობა. და ამასობაში კვადრო როგორ დადის იგივე დროით. ანუ იგივე სეტაპზე, ანუ 10 წამიანი კვადრო როგორ დადის რა. აი 52 ნომერი. მაგალითად მივუყვეთ
ფინალიდან რა ფინალი 10-4-ში აქვს ნავალი მეორე ფოლსტარტი აქვს და აქ ფეხი გაშვებული ნახევარფინალი აქვს 10-1 10-90 10-1-9-8 10-2-0 ანუ 0.002 წამშია სხვაობა როცა მე მაქვს წამიანი სხვაობა ანუ 100 ჯერ უფრო სტაბილურია რა მანქანა ხო და რავი აზრი არა აქვს უკანა წამყვანით კვადროსთან სიარულს რა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ალბათ უნდა დავასუსტო და 11 წამში ვიარო იმიტომ რომ მანქანა იყო სტაბილური და 0-100 ისე დავასტაბილურო რა 0-100 იარო სულ 4 წამში და 100-200 ხარჯზე ამოვიღო ხოლმე დავეციო რა მაგრამ ეგეც არასტაბილურია სადღაც რო ისე ძალიან მოვჭიდო აი 10-2 როგორც გავარდა რა ეგრევე დისკვალიფიკაცია ალბათ 600-700 ხენზე უნდა ჩამოვიყვანო რა რაც ავაწყე უკან უნდა დავშალო ან არ დავშალო და ბენზინით ვიარო და სპირტი არ ჩავასხა ამიტომ უკანა წამყვანი მანქანები ყველა იჩაგრება ხო გამოსავალს რას ხედავ არ ვიცი ეს დროებით პრინციპი ხო რაღაც კაია მაგრამ ჩვენ საფარზე უკანა წამყვანი კვადროსთან ვერ ივლის ან 11 წამიანი მანქანაც ვერ ივლის ისე კარგად რა ნუ ეს პირველი დრაგი რო ჩაივლის მე მგონი ყველა კარგად დაინახავს ან 11 წამიანი მანქანა ვისაც ყავს დაახლოებით 700 ხენის ძალიანი M4-ები 700-750 ხენის ძალიანი M4-ებიც მაგ კლასში არიან რა 11-0-ებში დადიან ეხა ჩვენმა მეორე M4-ხმა თეთრი M4 რაც ჩემი დეოში იყო 11-1-ებში არა სტაბილურად და დაახლოებით 740-750 ცხენი ჰქონდა და იარა 11-1-ებში სტაბილურად კიდე ჭიდებდა და რო დიცლიკებზე გვეყენა და რაც მოვემზადეთ და მოვამზადეთ მანქანა კვადროს არა აქვს ეგ პრობლემა და როგორია 1000 ხენის ძალიანი კვადროთი ისა სუპრით გადიხარ ან M3-ით ან M4-ით გადიხარ და 600 ხენის ძალიანი მანქანა კვადრო წერს შენ დროს 402-ზე 0-100-ის ხარჯზე რა თქმა უნდა არ ვიცი ალბათ უკანა კლასი უნდა დაიყოს კვადროსთან ეხლა ბევრი იტყვის რომ მოგება გინდაო შეენო და მაგიტო იმას აშურებიო არა მოგება წაგებაზე არ არის უკანა წამყვანში დრაგი ესე არასდროს არ მომიგია სულ ფინალს ვაგებ ხოლმე ან მესამეზე გავდივარ ესე რომ პირველი ადგილი გინდა და იმიტომ აკეთებ ამას მასე არ არის უბრალოდ მინდა სამართლიანობა რომ კვადროსთან პროსტა აზრი არ აქვს რა რაკერას დროებიც მასეთი იყო მარტო ჩემი დროები არ ყოფილა მასე 9-6 იარა თუ 9-7 იარა კვალიფიკაცია და მე ზოგი გარბენი 11 წამი ჰქონდა ზოგი 10-5 ჰქონდა ზოგი 10-7 ჰქონდა ძალიან არათანაბარი დროებია და უკანა წამყვანს ახასიათებს რა ეს ამართლებს ამერიკაში სადაც წებუა და წებოზე დადიან და კი მანდ უკვე უპირატესობა აქ თუ არის 90% უკანა ისა კვადროსი იქ 10%-ია უპირატესობა რა იმიტომ რომ არც ის არ ბუქსაობს ნახოთ ფინანსები და დრო რო შევადაროთ რა ხო რომ მაგალითად აი 10 წამიანი მანქანისთვის აი სუპრაზე რამდენი დრო და რამდენი ფული დახარჯე რომ 10 წამიანი სუპრა ყოლოდა და რამდენი თანხა და რამდენი დრო დახარჯე და რეები დახარჯე რომ 10 წამიანი X3 ყოლოდა X3-ის 10 წამიანობაზე დაახარჯულია ალბათ არ ვიცი ყველა $2000 და სუპრის 10 წამიანზე დახარჯულია 20-23,000 რა მადლობთ და აქ ყველაზე თან სამხიარულო ის არის რომ X3 10-დანაც გაივლის 10-3-ს სიტყვაზე და სუპრა ორჯერ გაივლის 10-3-ს და 5 გარბენს გაივლის 11 წამს იმიტომ რომ მოწყდება რა და ვისაც გაქვთ ჩემი გარბენები ნანახი ტრიბუნებამდე ვუხსაობ და სულ ისე დავდივარ და ხა კვადროსთან შეშვებას აზრი არ აქვს ერთადერთი მაშინ მე დიროჟა უნდა ვიყო რომ 11 წამიან კლასში გამოვიდე მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის რა ორივეთი რო 10 წამიანით გამოვიდე ერთმანეთს უნდა შევხვდე რავი სუპრას მოვაკლებ ცოტა ცხენებს ცოტას გავერთობი და რავი გას არ დავადგავ ბოლომდე და ისე ვივლით 11 წამს აი არ ვიცი რავი ხო ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა პლუსებსაც ვიტყვი
რავი, პირობითად ვიღაცას ყავს 400 ცხენისალიანი მანქანა. მაგალითად, ჩვენი 335 დიზელი და გამოვალთ დრაგზე და მოვიგებთ დრაგს. 13:0-ში გავატარებთ და მოვიგებთ დრაგს და ვიქნებით საქართველოს დრაგის ჩემპიონები, მაგრამ გვექნება 330, 340 ცხენის ზალა, 350. არ ვიცი ზუსტად რამდენი, 350 ხო გვაქვს. ხო, რა 350 ცხენის ზალით მოვიგებთ დრაგს. და ესეთ მანქანებმა რომ მოიგონ დრაგი და ესეთ მანქანების გამოსვლას რო აზრი აღარ ქონოდა, დაიჩაგრა ისეთი მანქანები, რომელსაც აქვს 900, 800, 1000 ცხენის ზალები და არის უკანა წამყვანები. არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად სამართლიანია და რამდენად არასამართლიანი. ნუ ამ შემთხვევაში ჩემზე უშუალოდ მე რაც ჩემე ხო, რავი, არასამართლიანია, რომ ცოდნოდა წინა წელს რომ ესე იქნებოდა, სუპრას ნახდად არ ავაწყობდი, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად მევასება. არ ავაწყობდი და სტოკ ტურბოზე დავტოვებდი, 500 ცხენის ძალით ვიuliდი და ვიარე კიდეც ხეროსთანას გადაცემაში რო ვიყავი, 550 ცხენის ძალა მქონდა და 11-1-ში დავდიოდი სტაბილურად. და ეხლა აქ 1000 ცხენის ძალა და მაინც 11 წამიან კლასში უნდა გამოვიდე, ეხლა დავაკლო და ისევ 11-1-ში ვიარო. რაც აქამდე ვიწვალეთ და 2 წელი ვაწყეთ. უკან ვაკლებთ. რა თქვა, იცი რომ დრაგს თვითონ შეჯიბრს რა, ისეთი მუღამი აქვს, რომ თვითონ პროცესი გისწორდება, თორე აწყობს სუპრას ისეთ ჯანზე, რავი, გაატარებ ბანზე, დაწერ დროს და რაღაცა და ბიჭო, ხო? რავი, ყავს რა, მაგრამ ძლიერი მუღამი ისაა, რომ რაღაც მე სპეციალურ შეჯიბრს. ნახე დრაგზე სიარული უფრო მაგრად მისწორდება, ვიდრე ბანზე გაზაობა. სუპრით რაც ავაწყე, ბანზე არავის არ დავჯიბრებულა რა, რაც დიდი ტურბო დავაყენე. ანუ ბანზე არ მიგაზავია არც ერთხელ და რავი, აი არა რა, არ მინდა მიუხედავად იმისა, რომ რუსთავშივე ტრეკზევე 4-3 გავატარე. ეგეც 160-მდე ლოქს რო უყურებ, ბუქსაობდა, 0-დან 160-მდე ბუქსაობს მანქანა. და სულ მივდივარ 225, 228, 230 და მაინც იქ გამოვდივარ. და ბანზე არ გავდივარ, რომ 300 თვიარო, იმიტომ რომ იქ მისწორდება აი რაღაც შეჯიბრი, ოფიციალურობა და ის. და არა აზრი არ აქვს რა. არ ვიცი, კიდე რა ვთქვა, ხო, თქვენ გადაწყვიტეთ, რავი, დანარჩენი რამდენად სამართლიანია და რამდენად სამართლიანი არა. მე მაინც გამოვალ. შეიძლება დისკვალიფიკაცია ავიღო, სადმე მოჭიდოს 11 წამიან კლასში სუპრამ და რაღაცა. მაგრამ ესეთ რამეს ვიზავ, რავი, 11 წამიან კლასში გამოვალ, მაგ დღისითვე ჩამოვალ ბანზე და დავწერ უკვე ისეთ ხოძზე იქნება და ნაწილებიც რაღაცები რაც გვეკლდა და რასაც ვერ ვაკეთებდით და მასე 10-2-ში გავიარეთ, ეხლა გაცილებით უკეთეს მოდიფიკაციებზე ვართ. ბანზე ჩამოვალ და 9-9-ს დავწერ. 9 უნდა დავწერო წესით რა. ეგ არის და ეგ რაც მინდოდა დრაგზე მეთქვა 2 სიტყვით. ჯერჯერობით არ არის ხო დადებული ბოლო? არა ბიჭო, ანუ ეგ უეჭველი კეთდება, მაგრამ რეგლამენტი არ არის, მე მგონი დაშლა დაუშვეს, რა ძალიან კაია. ზუსტად რა ეტაპამდე და რომელ კლასში სადამდე შეგიძლია დაშლა, მაგას უახლოეს მომავალში დავდებთო. და ეგ კაია, იმიტომ რომ რავი, არ ვიცი, დრაგზე მანქანა არ დაშალო, ადრესლიკი არ დააყენოვო, ეხლა მანქანა არ დაშალოვო. რავი, ჩაგიგდებ რა ვიდეოებს რა, როგორ გაზაობენ ტიპები წინა წამყვანით, პოლი რო არა აქვს და უკან 2 ველოსიპედის პაკრეშკით დადიან და ისე გაზაობენ. რო წინა წამყვანს უკან წონა არ აჭირდება და რავი, ყველა მანქანა როგორ გაზაობს და ჩვენთან რავი, მაგ მხრივ კიდე უფრო დასახვეწია რა. ხო, დრაგის სტრიპი გვინდა, უეჭველი, რავი, ქუთაისში შენდებოდა და ჯერ მე მგონი ამ თხრილიც არ არის, რომ საძირკველი ჩაიყაროს, მადლობა ამისთვის. მადლობა ამისთვის, შეპირებისთვის და 1-2 თვე რო გვიხარო და ამით გემშვიდობებით, ხო, იმედია სახალისო ვიდეო იყო ამ ბოლო მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით. всё, შემდეგ უკვე გადავიღებთ. ამ მანქანის ვიდეო გვაქვს დასადები, აწყობილი გვაქვს ჩვენი 335 დიზელი რო ავაწყეთ, 402-ით გაზომილი გვაქვს და ყველაფერი ვიცით, ამ ვიდეოში არ ვიტყვით.
ხო, შემდეგი ვიდეო იქნება ეს და მე ალბათ X3-ის ვიდეო იქნება, რო ავაწყობთ და გავმართავთ და უკვე დრაგიც მოგვიახლოვდება და მე სუპრის ვიდეოს გავაკეთებთ, რა შეუძლია და რა პოტენციალს არ ვიყენებთ. არა, ვერ ვიყენებთ და ვერ გამოვიყენებთ. დროებით, გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რამე გაინტერესებთ და თქვენ რა სიზავდით ჩვენ? თქვენ რა სიზავდით ჩვენ ადგილას? 3 სხვადასხვა მანქანა რო ყავდეთ და 3-ვე რო ერთი და იგივე კლასში დადიოდეს. კარგად. დაკათე რა. პირი გამიშრა. რამდენი ვილაპარაკე.